მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ალიტუსის მერმა დღეს ოზურგეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და ქალაქის კულტურული კერები დაათვალიერა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ალიტუსის მერი ოზურგეთს ეწვია და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. პირველად ალიტუსის ქალაქის მერი ახლად გახსნილ იუსტიციის სახლს ეწვია და აღნიშნული სახლის მომსახურებით ისარგებლა. Такое впечатление, что первый раз вижу в жизни такое, потому что мне приходилось бывать в многих странах, но такое первый раз вижу, что так демократично, все открыто, даже как-то мне, не знаю. მერი არქეოლოგიური ძეგლის ძველი აბანოს ისტორიითაც დაინტერესდა. ღია მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ოფიციალურმა სტუმარმა ისტორიული მუზეუმის შენობაში გადაინაცვლა და იქ გამოფენილ ექსპონატებს გაიცნო. უკვე მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერს თეატრის წინ სულ ახლახან გახსნილი ვარსკვლავები დაათვალიერებინეს. სულ ბოლოს კი პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტს ეწვივნენ და მატერიალური ტექნიკური ბაზით დაინტერესდნენ და სასწავლებლის ადმინისტრაციას გაესაუბრნენ. ჩვენ შევეცადეთ მისთვის გვეჩვენებინა ის რაც არ ქონდა ნანახი, იმიტომ რომ ის 2011 წელს იმყოფებოდა ოზურგეთში. მაშინ ოზურგეთში არ იყო იუსტიციის სახლი, ოზურგეთში არ იყო გარემონტებული კოდოჩი, ოზურგეთში მაშინ არ იყო ახალი საავადმყოფო. ეს ობიექტები მან დაათვალიერა და ვიცი რომ ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოხატა. სამწუხაროა რომ ერთი დღით ჩამოვბრძანდა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ აი ყველა საკითხებზე უკვე დღესვე გადავწყვიტოთ საკითხები. ეს არის კულტურული თემა, რომელზეც უკვე გვაქვს საუბარი, რომ დიდი სურვილი აქვს ალიტუსში მოეწყოს ოზურგეთის ქართული დღეები, გვინდა რომ ამ თემაზეც მომემზადოთ და ასევე შემოდგომაზე, როცა დაგეგმილი გვაქვს ჩვენ ალეგრობის დღესასწაული, გვინდა რომ მოვიწვიოთ ალიტუსიდან სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები. აი ჩვენგან იქნება მაქსიმალურად გაგრძელებული ეს ურთიერთობა. ალიტუსსა და ოზურგეთს შორის მალე კულტურული ურთიერთობები შედგება. მუნიციპალიტეტები კი ამ თვალსაზრისით გაცვლილ პროექტებზე იმუშავებენ. კოალიცია ქართული ოცნების წევრის თემურ ალუფაძის პრესკონფერენცია კოლეჯ ჰორიზონტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადასვლას და მათთვის შესაძლო კომპეტენტური შეზღუდვა შეეხო. თავდაპირველად ალუფაძემ პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ის რეგიონისთვის მიგრაციის ფონზე მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნია. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა შემდეგ ჰორიზონტის შეცვლის სტატუსზე გააკეთა აქცენტი და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან სამომავლოდ მისი შერწყვა გააპროტესტა. ალუფაძემ ჰორიზონტის ერთადერთ დამფუძნებლად მომავალში აგრარულ უნივერსიტეტის განხილვა პირველ რიგში საფრთხეთ სასწავლებლის პედაგოგებისთვის მიიჩნია და კოლეჯის თანამშრომელთა მკაცრ სელექციაზე. უმუშევრად დარჩენილ ღვაწლმოსილ პედაგოგებზე, ასევე შემცირებულ ფაკულტეტებზე და სტუდენტთა ნაკადზე ისაუბრა. ადგილობრივ ხელისუფლებას კი საკითხის კონტროლზე აყვანა და რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება მოთხოვა. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი, ისეთი რა დაემართა ანესეულის სამეცნიერო სასწავლო გაერთიანებას. ჩვენ რა მივიღეთ ბოლო-ბოლო აი ამ манипуляციების შედეგად მივიღეთ ის რომ ძალიან ბევრი მეცნიერი თანამშრომელი და ღირსეული სპეციალისტი დარჩა სამსახურის გარეშე და იქ რაიმე სასიკეთო პროცესები დღეს არ მიმდინარეობს. ამიტომაც მიზანშეწონილად მე როგორც საკრებულოს დეპუტატმა მივიჩნიე ეს საკითხი გამომეტანა, მე მსჯელა ჩვენ სამოქალაქო სექტორის პოლიტიკური ძალებიც და ხელისუფლებაც. ხელისუფლება კარგია თუ არ არის კარგი, ხელისუფლება ვალდებული არის. ხვალ წავა ხელისუფლებიდან თუ არ წავა, ის ვალდებულია დღეს თავისი რეგიონის და თავისი ხალხის ინტერესები დაიცვას. ეს იყო მოწოდება, რომ ყველამ ერთად მივადევნოთ თვალყური აი ამ პროცესს, რომ კიდევ ერთი სასწავლებელი ჩვენ არ გაგვიკოტრდეს და რაღაც ცუდი შედეგები არ მივიღოთ. რუბრიკის დაუსვის შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან გთავაზობდა. გომი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია. მთელი გურიისთვის ცნობილი აქაური მთის მდინარე ჩაქუხა, აქაური მთები და მიდამო. გომი იმ სოფლების რიცხვს განეკუთვნება, სადაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი მოწესრიგებულია. გაყვანილია გზა, რომელიც თითქმის კურორტ გომის მთამდე მიდის. ცენტრალურ გზაზე დასრულებულია გაზიფიკაციის პროცესი. მოწესრიგებულია გამრიცხველიანებაც. ყოველივე ამაზე მადლობის მეტი არაფერი ეთქმით გომელებს და კმაყოფილებასაც თამამად გამოთქვამენ.
აი ამ წუთში ახლა რო გითხრათ არაფერი არ გვაქვს პრობლემა. თუ კი რამე კი შეიძლება გაკეთდეს ამ სოფელ გომში, უკეთესად არაფერი არა გაკეთებული ვიცი. ყველაფერი გაკეთებულია, გზები გაკეთებულია, გაზი გამოყვანილია, მეტი რა გვინდა ჩვენ სოფელში ახლა. ძალიან მოყოფილი ვარ შვილო. ძალიან. ჭიშკართან სინათლე მაქვს შვილო, მაღლა რომ მოვალ არ მჭირდება სინათლის ანთება. მერთმა გაახაროს და მაგის გამკეთებელი შვილო. თუმცა პრობლემების გამოლევა ხომ შეუძლებელია და გომელებიც რამდენიმე აქცენტს აკეთებენ. საუბრობენ წყალზე, უმუშევრობასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. იმფერი კაი წყალი გქონდა ყალუა ხო და ხალხი უწყლოდ ვართ. ყველაზე მეტი პრობლემა მაიანა. მაგას თუ გააკეთებენ და ნამდვილად სხვა ჩვენიერად მოწესრიგებულია. წყალი მაშინაც გზა უნდა გაიჭრას. ან იქით მხარეს, ან აქეთ მხარეს და ეხლა ამ ასფალტის გაჭრა დასაქმება არა. მუშაობა. ეს ზოგ საყოლი ყავენ რაც პატარა რაც სათხილე და რაც ხას. ექიმთან წებედი ვერ უვედი, ვერ გადვიღებ ფერი. გაზვირდა ყველაფერი წამლები, უხარესო გაზვირდა ყველაფერი აი წამლები. მიუხედავად ჩამოთვლილისა, ის რაც გომში გაკეთდა უდაოდ დასაფასებელია. იმედია რომ გურიის სხვა სოფლებიც მალე შევა ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ სოფელთა რიცხვში. ოზურგეთის საჭადრაკო კლუბმა გარდაცვლილ მოჭადრაკეთა ხსოვნის მემორიალურ ტურნირში გამარჯვებულებს პრიზები გადასცა. ოზურგეთის საჭადრაკო კლუბმა სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მემორიალურ ტურნირში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადასცა. ტურნირში როგორც მოსალოდნელი იყო პირველ ადგილზე ოსტატობის კანდიდატი, ოზურგეთის მოქმედი ჩემპიონი ელგუჯა ურუშაძე გავიდა. მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი აკაკი გოგუა გახდა. ტიტულოვან მოჭადრაკეებს და ვეტერანებს ახალგაზრდა თაობად შეუერთდა. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ლიზი ტრაპაიძემ გამოსთილ მოჭადრაკეებს ძლიერი კონკურენცია გაუწია. მეორე ადგილის მფლობელს სულ რაღაც ნახევარი ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილის მოპოვება შეძლო. ტურნირი, რომელშიც 10 კაცი მონაწილეობდა, იყო როგორც ვეტერანები, ისე ახალგაზრდები და ისე ტიტულოვანი მოჭადრაკეებიც. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა ოსტატობის კანდიდატმა ელგუჯა ურუშაძემ, ის არის გურიის ჩემპიონატის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი. 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა ტურნირში და მე ვიტყვი, რომ სულ ყველა ღირსი იყო საპრიზო ადგილების, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდი იყო. და ასე თუ ისე შევძელი მობილიზება და პირველი ადგილის დაკავება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან გამოცდილი მოჭადრაკეები იყვნენ ყველანი, ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო და დიდი გამოცდილება მივიღე. მოჭადრაკეთა ხსოვნის საპატივცემულო ჩატარებულ ტურნირში სულ 10 მონაწილე მიასპარეზა. დაჯილდოებამდე რამდენიმე წუთით ადრე პატარა ექსკურსი გაკეთდა და კიდევ ერთხელ გაჟღერდა გარდაცვლილ ოზურგეთელ მოჭადრაკეთა სახელები და გვარები. ადამიანები, რომლებმაც საჭადრაკო კლუბის დაფუძნებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გურიის ჭადრაკის ფედერაციამ სპორტის განვითარების ცენტრთან ერთად გადაწყვეტილება ყოველი წლის აპრილის თვეში საჭადრაკო ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით მიიღო, რაც მოჭადრაკეთა ხსოვნის პატივცემულოდ გაიმართება. დროული ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და მხარში უდგავართ ჭადრაკის კლუბს, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მყავს, როცა ეს ეძღვნება ხსოვნას და იმ ოზურგეთელების ხსოვნას, რომლებიც ოზურგეთში ცხოვრობდნენ და არა მარტო კარგი მოჭადრაკეები იყვნენ დაფასებული და ძალიან დიდი ადამიანები და ვეცდებით, რომ ყოველწლიურად იმ ლამაზი ხალხის ხსოვნას, რომელიც ხსოვნასაც ეს ტურნირი მიეძღვნა, ყოველ წელიწადში რამოდენიმეჯერ ის ლამაზი ღონისძიებები ჩავატაროთ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.